სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დედებო. აი განვლო 40 დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40 დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. და აი ჩვენც ამ 40 დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით შეძლების და გვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის ალბათ დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად ის ვისი მომსწრენის გავხდით იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით ახსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც და აღმავლობაც. უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიყავს მისი სამცხსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ მე აღარ ცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. აი შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ და აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. და სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ. ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან, ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მის და მის სიყვარული და მადლიერება. და რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა, მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის ზრუნველობა, სიყვარული, თამდავლობა ეფინებოდა ყველას განურჩევლად ასაკისა, სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა. ალბათ
ისიც გვინდა აღნიშნოთ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარეშე. და აი თითქოს შეიძლება ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას. დაბნეული სამცხსოს შეიძლება გვეფიქრა, რომ რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე. მაგრამ აი როგორც მისი გარდაცვალების დღეებში ჩვენ დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში უფლის მადლით, მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენის და იმედის დიდი სულისკვეთებით. და ჩვენ დღეს როგორც არასდროს ისე ძალუმატ გვესმის უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება. და ვისაც მე ვრწმენე, ის თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ის არ მოკვდება უკუნისამე. აი მას ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს. რამე თუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასაშინა არიან, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში. და აი ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი ჩვენს ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა ჩვენ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულზე და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და რაზე კიდევ? განსაკუთრებით რასაც გვიქადაგებდა, მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა ასე საოცრად გამოირჩეოდა. ძნელია დღეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, საუბარი თქვენს წინაშე და მინდა თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი და მადლობდე უფალს, რომ მოგვივლინა ჩვენ ასეთ ურთულეს 10 წლეულებში და თითქმის 50 წელი იღვაწა მისმა უწმინდესობამ ასეთი მწყემსთავარი. დიდება და მადლობა უფალს, დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი მფარველობისთვის, მისი წყალობისთვის და მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს თავისი დიდებული ღვაწლისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა.